ჩვენთან არის ღმერთი. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხსენება იმ წმინდა მამებისა, რომლებიც შეიკრიბნენ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 325 წელს ნიკიაში. რისხობრივად, როგორც ცნობილია, ისინი იყვნენ 318-ნი, მსგავსად ბიბლიური რიცხვისა. აბრაამს, როდესაც გაუჭირდება და ლოტს შეიპყრობენ, გასათავისუფლებლად მიდის აბრაამი სწორედ 318 კაცთან ერთად. და ეს ბიბლიური 318-ობა სიღრმისეული რიცხვია, ეს ახლა ამის განმარტებას არ დავიწყებთ. აი 318 კაცი უკავშირდება იმ ბიბლიურ რიცხვს და შეიკრიბნენ ასევე პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, მსგავსად იმ მხედრებისა, რომლის იმედიც ჰქონდა აბრაამს თავის დროზე. თქვენ მოგეხსენებათ, კარგად, ჩვენ ჰქონდა ამაზე საუბარი წლების წინ და ვიმეორებთ ხოლმე დრო და დრო ამ პრობლემას, რომელიც იდგა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. ეს არის ერესი წვალებლობა არიანელობისა. არიოზი, რომელიც იყო მღვდელი, წარჩინებული მღვდელი, პრესვიტერი იყო ალექსანდრიის ეკლესიისა, საეკლესიო ასპარეზზე გამოდის 318 წელს ქადაგებით, რომ ძე ღმერთი, მისთვის ღმერთი არ არის, ბუნებითი ღმერთი არ არის, არამედ არის მხოლოდ და მხოლოდ მამა ღმერთი, ღმერთად წოდებული, ხოლო ძე, რადგანაც ძეთ იწოდება, ის ბუნებითი ღმერთი არ შეიძლება იყოს, რადგანაც შობილია ან ქმნილია მამისაგან. და ზოგადად ცნობილია მისი განმარტება. ძალიან ზედაპირული, იმიტომ რომ აი ესეთი განმარტებაა მოცემული, რადგანაც მამა ყოფის ცხოვრებაში ყოველთვის აღმატებულია ქრონოლოგიით ძეზე, იყო დრო, როდესაც ჩემი შვილი არ იყო. და შესაბამისად მე ჩემ შვილზე უფროსი ვარ, შესაბამისად ჩვენ შორის არის ქრონოლოგიური განსხვავება. და ვინც არ იყო და გაჩნდა, ის ბუნებითი ღმერთი ვერ იქნება, რა თქმა უნდა. აი ეს ანალოგია გადაიტანა არიოზმა სამება ღმერთზე, სადაც მარადიული ცხოვრებაა სამებისა. და ამბობს, რომ რადგანაც იყო მამა და რაღაც მომენტში იშვა ძემისგან, მაშინ ის ბუნებითი ღმერთი არ არის. აი ამ ერესთან დაკავშირებით შედგა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება და წმინდა მამებმა, აი ამ 318 კაცმა დაამხო და ამხილა და ჩამოაყალიბა ანტი-არიოზული სწავლება, თქვენ იცით, პირველი მუხლები წამსისა სწორედ არიოზის წინააღმდეგ არის მიმართული. წამს ერთი ღმერთი, შემდგომ უფალი იესო ქრისტე, მხოლოდ შობილი, მამისაგან შობილი და ასე შემდეგ. აი ეს მუხლები არის ყველაფერი ერთ-არსი მამისა თუნდაც მიმართული არიოზის წინააღმდეგ. ეს ძალიან ზოგადად. მაგრამ ეს არიოზი არ იყო უჭკუო კაცი. ყველა ერესი მიუხედავად თავისი სიჭკვიანისა, ყველა ერესი, რაც კი რამე უნდა არსებობდეს და არსებულა, ყოველთვის არის პატარა ჭკუის ნაყოფი, პატარა ჭკუისა. საერთოდ ფანატიზმი და ერეტიკული აზროვნება აქვს პატარა ჭკუის ხალხს. სიფართოვე როდესაც არ გააჩნია. აი მხოლოდ ერთს ჩაციკლულად უყურებს და სიფართოვე არ გააჩნია მას. ასეთი იყო ნესტორიანელობა, მონოფიზიტობა, მონოთელიტობა, ხატმებრძოლობა და სხვა დანარჩენი უამრავი.
აი მათ შორის იყო არიანელობა, იმიტომ რომ ეს გასაგები სწავლებაა, ლოგიკური სწავლებაა. დღევანდელი იაჰოვიზმი სწორედ ამაზე დგას. აი ახლა ბებო, რომელიც სოფელშია და შენ მიდიხარ დეუბნები, აი ბებო მაგალითად, სამება ღმერთი, მამა, მამისგან იშვება ძე, გამოვალ სული, ეს რაში ჭირდება ამ ხალხს? აი რაში ჭირდება ადამიანს ყოფით მაცხოვრებელს სამების წიაღი. მამა არის უშობელი, ძე არის შობილი, სული გამომავალია მამისაგან, ძისგან გამომავალი არ არის ბებო, უხსნის ვიღაცა ქრისტიანი მართვა. რას გაიგებს ეს ადამიანი? იმიტომ რომ იმას მეტი არ ჭირდება. იაჰოველი მივა, მარტივად უხსნის. მამა არის ერთი ღმერთი, ძე იესო ქრისტე გამომავლინებელი მისგან, მოვიდა წუთის სოფელში, ღმერთი არ არის იესო ქრისტე. თვითონ ამბობს, მამაი ჩემი უფროის ჩემს არს. ორჩ ბებომ დაიჯერა, გახდა იაჰოველი, მოინათლა სექტანტურად, ყველაფერი დალაგებული. საერთოდ კიდევ გავიმეორე, პატარა დონის აზროვნება ყოველთვის ერეტიკულია. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენთვისაც და სხვისთვისაც უნდა ვთქვათ, ეს სხვასაც უნდა გავაგებინოთ. მე რაღაცა რო არ მესმის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე ძალიან ჭკვიანი ვარ და ამიტომაც მე ანალიზი ჩავატარე და ვერ გავარჩიე ვერაფერი. ამ პარტავნების შედეგია ხშირად ერესი, როდესაც ძალიან ჭკვიანი გონია ადამიანს თავი. ვიდრე სიღრმეს არ იპოვის ადამიანი, იქამდე შეიძლება იყოს ერეტიკულ მდგომარეობაში. პოტენციაში იყოს ერეტიკოსი. რაღაცას რო დაინახავს ძალიან ადვილს, გავყვება ამ სწავლებას. იმიტომ რომ სიღრმე არ აინტერესებს ადამიანებს, როგორც წესი. აი მიუხედავად თავისი აი ამ სიმარტივისა, არიოზი გაუნათლებელი კაცი არ გახლავთ. ეს ხო ძალიან განათლებული ადამიანი. და პრეტენზია ჰქონდა ალექსანდრიის ეპისკოპოსობისა, ანუ პატრიარქობის პრეტენზია ჰქონდა მას. მაგრამ ისე მოხდა, რომ აირჩიეს ალექსანდრე ალექსანდრიელი მის ადგილას და ერთგვარი გაბოროტება შეიძლება ჰქონდა. ეს არის ესეთი ჰიპოთეზები, ეს დამტკიცებული ამბავი არ არის. თუმცა წარჩინებული კაცი იყო, ამის თქმა მინდა. სად არის არიოზის მწვალებლობის ფესვები? ეს ხო ესი არ არის, აი დაიბადა არიოზი, რაღაცა ვერ გაიგო და დაიწყო ქადაგება, რაც ესმის, ესი არ არის. რაღაცას ყველაფერს თავის საფუძველი აქვს. ყველა ერეს თავისი საფუძველი გააჩნია. პირველი მსოფლიო კრება ჩატარდა ამის გამო. რა პრობლემა არიოსთან? პრობლემა იმისა, რომ ძე ღმერთი არის შექმნილი ან შობილი რაღაც მომენტში მამისაგან. აი ეს არის მისი დებულება. სხვაგვარად მას გამონათქვამების სახარებისეული არ ესმის. თვითონ არ გამოუგონია ეს. ეს ჩადის მესამე საუკუნეში. მეორე საუკუნის ბოლოს დაახლოებით 185 წელს ასევე ალექსანდრიაში, ესე იგი სანამ არიოზი დაიბადებოდეს, იბადება ალექსანდრიაში დიდი მოაზროვნე, ძალიან დიდი ინტელექტუალი, სამწუხაროდ მეხუთე მსოფლიო კრებაზე ანათემირებულია ესეც, სახელად ორიგენე. ეს იყო კაცი, ენციკლოპედია, მთელი 3 საუკუნის განმავლობაში ამ ადამიანს მისი გარდაცვალების შემდეგ პირდაპირი გაგებით ეთაყვანებოდნენ. იმდენად დიდი ღვთისმეტყველი იყო მეორე საუკუნის ბოლოს, მესამე საუკუნის პირველ ნახევარში. და ორიგენე, როგორც მოგახსენეთ, არის ანათემირებული სხვადასხვა საკითხების გამო და ერთ-ერთი. სამებაში ორიგენემ ვერ გაიგო თანასწორობა და შევიტანა სუბორდინაციონიზმი, ანუ მეტნაკლებობა. სწორედ ის ამბობს,
რომ მამა შობს ძეს. სული წმინდაზე საუბარი არ არის, იმიტომ რომ დღის წესრიგში დგას მამისა და ძის ცხოვრება, ურთიერთობა, სამების სიაღი. და ორიგენი ასეთ რამეს რატო არის ნაკლოვანი ძე მამაზე არიოზის თანახმად. ასეთი ლოგიკური გადასვლა გააკეთა ამ კაცმა. ორიგენესთვის ღმერთი ხომ არის შეუცვლელი ამბობს. რა თქმა უნდა შეუცვლელი არ შეიძლება მამა ღმერთს რამე ცვალებადობა კონდეს. რაც კი იცვლება ის ღმერთი არ შეიძლება იყოს. ღმერთი მარადიულია, შეუცვლელია. ორიგენი აგრძელებს. თუ კი ღმერთი მამა შეუცვლელია და მარადიულია, მაშინ ხო აქვს თვისებაში მას შემოქმედებითობა. ღმერთმა ხო შექმნა სამყარო. ესე იგი, შემოქმედებითობის უნარი მასში არის მარადიული. და თუ ეს ასია, მაშინ მამა ღმერთი მარად ქმნის სამყაროებს, ამბობს ორიგენე. შემოქმედებითობა რომ დაადასტუროს მამა ღმერთმა, მარად სამყაროების შექმნისთვის უნდა იყოს მოცლილი. მარად იქნება მისგან სამყაროები, ამბობს ორიგენე. მაგრამ მარად შემოქმედი თუ არის, ესე იგი სამყარო გამოდის რა? დაუსაბამო. თუ მარად ქმნის ღმერთი სამყაროებს, მაშინ სამყაროს დასაბამი არ აქვს სამყაროს. სამყარო მარადიულია, გამოდის ორიგენეს თანახმად. მაგრამ უშუალოდ მამას ურთიერთობა სამყაროსთან ვერ ექნება. იმიტომ ის აღმატებული ღმერთია. და ჭირდება ამის გამო ერთგვარი ხიდი, ერთგვარი დამაკავშირებელი, ერთგვარი იარაღი, რომლითაც შექმნიდა იგი სამყაროებს. და ორიგენი ამბობს, რადგანაც ღმერთი არის შემოქმედი, რადგანაც ეს შემოქმედებითობის უნარი მასში მარადიულია, შესაბამისად მარადიულად ქმნის სამყაროებს, სამყაროს დასაბამი არ აქვს და მამასა და სამყაროს შორის დგას ლოგოსი, ანუ ძე. ძე ჭირდება მამას, რომ დააკავშიროს სამყარო საკუთარ თავთან. ასეთი რგოლი შემოიტანა ორიგენემ სამებაში. ხო, ეს გავრცელდა მესამე საუკუნეში, ეს აზრი, რომ სამყაროები იქმნება, ძე ღმერთი იშვება მამისაგან, იმიტომ რომ თავისთავად მამა ამით ქმნის სამყაროებს და დაუსაბამოა სამყარო თავისთავად. არიოზი, როდესაც იბადება, ეს არის ალბათ მესამე საუკუნის ბოლო, არ მოსწონს ორიგენეს ეს ნათქვამი. არ მოსწონს რა? არ მოსწონს ის, რომ სამყარო ორიგენემ გამოაცხადა მარადიულად. ესე იგი, დაუსაბამოობა, როგორც ღმერთისა, ასევე სამყაროსი გამოდის ორიგენეს თანახმად. არა და ბიბლიაში ჩვენ ვკითხულობთ, არიოზი ამბობს, რომ ღმერთმა შექმნა ცაი და ქვეყანაი და ასე შემდეგ. ესე იგი, დასაბამი სამყაროს გააჩნია და ასეთი აზრი გამოთქვა ორიგენედან გამომდინარე. ვითომ ეპაექრება, მაგრამ თითქოს აგრძელებს ამას. ორიგენესთვის ხომ მარადიულია ღმერთიც და სამყაროც. და შუამავალი არის ლოგოსი, ანუ ძე. არიოზი ამბობს, არ არის სწორი ეს ორიგენეს დასკვნა. სწორი რომელია? სამყარო შექმნა მამა ღმერთმა, შექმნა, დროში შექმნა და ამიტომაც აი ეს შუამავალი სამყაროსა და მამა ღმერთს შორის ასევე არის შექმნილი.
იმიტომ რომ თუ მამისაგან მარადიულად იშვება ძე, მარადიულად იქმნება სამყაროები, ეს ჩვენ უარყოთ უნდა, სამყარო იქმნება მამა ღმერთისაგან და თუ შუამავალიც საჭიროა მამასა და სამყაროს შორის. მაშინ ეს შუამავალიც რაღაც პერიოდში, რაღაც მომენტში არ იყო და ასევე მამისაგან იქმნება. და აქედან გამომდინარე, ანტიორიგენისტური სწავლების თანახმად, ვითომ გაამართლა არიოზმა ორიგენე, უпроსორად საკუთარი თავი და გაამტყუნა ორიგენე. მივიდა იქამდე, რომ აი შუამავალი ძე ღმერთი გამოაცხადა ქმნილებად. და ამიტომაც საფუძვლად ვითომ ორიგენეს სწავლება აღებული, გადმოიტანა თავის სწავლებაში და თქვა, სამყარო იქნება დროში და თუ იქნება დროში, მაშინ ძეც მამისაგან დროში იქმნება. ან იშვება, ამას მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს. ესე იგი, სამყაროსთან მიმართებაში ძე გამოაცხადა ქმნილებად არიოზმა. მაგრამ საფუძვლად ამ ყველაფრისა მან აიღო ორიგენეს ასევე ცრუ სწავლება და უფრო გააღრმავა თავისი ცრუ სწავლებით. ეხლა ისი თქმა გვინდა ამით. მერე სხვადასხვა პარტიები იქმნება, ევსევი კესარიელი, ნახევრად არიან, ეს დიდი ამბებია, ხა ამას არ მოყვებით, იმიტომ რომ ძალიან გადაიღლებით და ზედმეტი იქნება. აი ამ ორის წინააღმდეგ შეიძლება ითქვას ორიგენესი ერთი მხრივ და მეორე მხრივ უფრო მეტად არიოზის წინააღმდეგ მოუხდათ მამებს პირველ მსოფლიო კრებაზე მსჯელობა. და რა არის ყველაზე არსებითი ახლა? ეს მამები, ვინც ნიკეის კრებაზე შეიკრიბნენ, უმეტესწილად უწიგნური მამები იყვნენ. ესენი იყვნენ ადამიანები, ეს ეპისკოპოსები, რომლებიც ეწამებოდნენ დიოკლეტიანეს პერიოდში. ახალი დამთავრებულია დევნა, მესამე საუკუნის ბოლო. დიოკლეტიანის დევნა ახალი დამთავრებულია და ზოგი ეპისკოპოსი აი ამ პერიოდში მაცხოვრებელია. ისინი ტერმინოლოგიაში ვერ ერკვევიან კარგად. ისინი ამბობენ ხშირად, რომ ჩვენ ღმერთი იესო ქრისტე ღმერთად ვწამს, მაგრამ როგორ გამოთქვათ ეს ყოველივე არ ვიცით. ზოგი მათგანი თვალ ამოჩიჩქნილი იყო, ზოგი უფეხო და უხელო იყო. დევნის პერიოდში რაც განიცადეს მათ. და ისინი პასუხს იმ დონისას ვერ სცემდნენ ამ დახელოვნებულ ადამიანებს. ვიდრე ეკლესიის წიაღში არ გაჩნდა ისეთი დიდი მოაზროვნე ხალხი, როგორებიც იყვნენ ჯერ ათანასე დიდი, ალექსანდრიელი და შემდგომ უკვე კაბადოკიელი მამები. აი ამ კაბადოკიელებმა მამებმა გასცეს არიანელობას საბოლოო პასუხი. თორემ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ის დახვეწილობა, რასაც ქვია ტერმინოლოგიური, იმ აკრიბიით, ანუ ზედმიწევნითობით არ იყო მიღწეული, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ იქ აღმსარებელი მამები იყვნენ შეკრებილები. ასეთი რამეა ცნობილი, რომ კონსტანტინე დიდი იმპერატორი, როდესაც შედის იქ, სადაც შეკრებილები არიან ეს ეპისკოპოსები, კოცნის მათ წყლულებს. იმიტომ რომ ეს წყლულები არის ნიშანი ქრისტეს გამოაღმსარებლობისა. და ამ დროს ითხოვენ ამათგან რაღაც ტერმინოლოგიურ დახვეწილობას. ის რა თქმა უნდა ვერ იქნებოდა მათგან ასე გადმოცებული. და წარმოიდგინეთ შემდგომ მამებს, ნიკეის შემდგომ ახალ ნიკიელებს შეიძლება ასე ვთქვათ, კაბადოკიელებს. უწევთ
გამკლავება ორიგენესთან, რომ რა არის სწორი, რა არ არის სწორი, ის გამოარჩიონ ჯერ და შემდგომ საბოლოოდ დაგმონ ჯერ არიოზი და შემდგომ მისგან ნაშიერი უამრავი ცალ-ცალკე არსებული პარტია. კაცრი არიანელები, ზომიერი არიანელები, იყვნენ უმსგავსონი ანომეველები ასეთი და ასე იყვნენ ევნომიანელები, აეტის მიმდევრები და უამრავი ასეთი. აი წარმოიდგინე რა გონება უნდა ქონოდათ იმ კაბადოკიელ მამებს და ათანასე დიდ ალექსანდრიელს და სხვებს კიდე. რა ეს მიმდინარეობები ერთი კაცისაგან ნაშიერები არიოზისგან ყველა ემხილათ საბოლოოდ. აი ამ კვალზე და მათი აი ამ საფუძვლით ვდგება ჩვენს ეკლესიის სიახში. დღეს აღარ არის პრობლემა არიანელობისა. თუ არის ცალკე სექტანტობებში, რასერიზმში, იაღოველობაში, ხო? ეს არის იმიტომ, რომ ზედაპირულია ხალხი. მაგრამ ოდნავ თუ გაეცნობა ქრისტიანობას, მიხვდება, რომ რა სიღრმე შეიძლება იყოს მასში. აი ამ სიღრმეს ყოველთვის მამები იცავდნენ და აყალიბებდნენ ჯერ. და ღმერთმა მოგცეს, რომ ამ საფუძველზე ვიდგეთ ურყევად და შეუძრავად ჩვენს ვიდრე მეორეთ მოსვლამდე. შეგვაწიოს უფალმა ამ 318 წმინდა მოძღვრის მამის ნიკიაში შეკრებილის მადლი და ძალა და ლოცვა. დააგლოცოთ ღმერთმა ცოცხლით.